დილამშვიდობის მეგობრებო, ჩამოვედი კახეთში, ერთად ახლა ლაკბეს წყალსაც ავზევა. დიდი ხანი არ ყოფილა აქეთ, არც ვიცი თევზი როგორ აქტიურობს. ძალიან მიყვარს ეს ადგილი განსაკუთრებით შემოდგომაზე. ნახეთ რა სილამაზეა. დავი მოვსინჯავ რა, ალბათ უფრო ქორჭილაზე ვიქნები, პატარა ქორჭილაზე, მიკროჯიგით ვარ წამოსული. ცდი ქარიკლაპიასაც. რამოდენიმე ქარიკლაპია მყავს აქ დაჭრილი და ნახოთ აბა რა გამოგვივა. დავიწყებ ესეთი მონტაჟით, ორინჩიანი ფიშაპის ტანტა, ესეთ ფერში და 2 გრამ ნახევარიანი ჩებურაშკა ვოლფრამის. გავაკეთოთ პირველი გადაგდება. აი, რა ხდება, რაღაც წაღლები ჩხუბობენ. მინდა შუა წყალიც ნახვა, ამიტომ არ ვკეტავ მაქოს და შესაბამისად სადყვარო ჩადის, შუა წყალში შემიძლია შევამოწმო თევზი. არის ხოლმე ქორჭილა პერიოდულად ამოსული შუა წყალშიც, ამიტომ გირჩევთ ყოველთვის, რომ რამოდენიმე გასროლა მაინც გააკეთოთ, რომ შუა წყალით შეამოწმოთ. ხშირ შემთხვევაში მაგალითად დაცემის დროს იღებს ხოლმე, ამიტომ მაგალითად გახსნილ დუშკაზე დავარდება ხოლმე სადყვარა, ქორჭილა ურტყავს, თქვენ ვერ გრძნობთ და როდესაც უკვე დაკეტავთ და მოგყავთ, უკვე გაშვებული აქ. განსაკუთრებით ოფსეტურ დემსკავზე. დავაყენოთ 4 გრამი. რომ მყავს მე ბალახებია, მაგრამ ცოტა შორს რო ვაგდებ, არაფერს არ ვედები. იყო დარტყმა. პატარა დაჭდა. ბალახებში შეაქ. ნახე როგორ ხარობათ აქ აღებული. ესეთი პატარა ვესი ქორჭილა შემოდგომის, ესეთ ორინჩიან ტანტაზე, კარამელის ფერზე. გავაგრძელოთ. კარგია. დაბალი ტესტის ჯოხის, რომ ყველაფერი კარგად იგრძნობა. დარტყმა. შედარებით ნორმალური დაჭდა. გამოდი ბალახებიდან, რა ბალახებია რა. გამოვიყვანე. სავარაუდოდ ბალახებით მომყავს. ბალახებიანად მომყავს. ქორჭილა და ბევრი ბალახები. ნახეთ, როგორი ბუკეტი დავიჭირე. ესე იგი, მე მგონი, უნდა ცოტა ესეთი და სილიკონის წაიღო დამპალმა. სილიკონის წაიღო. წადი. ის წაგვართვა და მოდი ვცადოთ ესეთი პოლარისი. 2 ინჩი. კარგად მუშაობს ქორჭილაზე. ცროთ იგივე ადგილას გადაგდება. ხშირ შემთხვევაშიც რაც ვაკეთებ რა, სპინინგერი პირველ რიგში თევზის ძებნა. ბევრი სადყვარების ცვლა და რაღაცები საჭირო არ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში რა. ჯობია რაღაცა 1-2 სადყვარა აირჩიოთ და ადგილები იცვალოთ. სადაც დაიწყებათ უკვე ჩარტყმები, ესე იგი თევზი აქტიური თევზი იქ დგას. თევზი ბევრ ადგილას შეიძლება იდგეს. შეიძლება საერთოდაც არ იდგეს. მაგრამ თავი თევზი მოძებნოთ. თევზს რომ მოძებნით, მაგის მერე უკვე შეგიძლიათ ერთ ადგილზე გაჩერდეთ და იქ უკვე დაიწყოთ ჭერა. გაჩერდება იმ ადგილას, შეიძლება სადყვარა შეცვალოთ.
ფერი შეცვალოთ და ასე შემდეგ. მაგრამ ერთ ადგილას დგომა და ყველა სატყუარის ცვლა არ არის რეკომენდირებული. დაჭდა რაღაცა. ისე ბალახით მოვაწრიო. როგორია საიცით? გლისერატ ცოტა. ეს ტიპატარა ქორჭილა. როგორი რელიეფი გვაქვს რა? ან სპინინგი არის და ასევე რელიეფის გამოცნობაც, ან რელიეფის შესწავლა რა, პროსტორეთ. ანუ ეხლა ამ შემთხვევაში როგორი რაღაცა გვაქვს რა, ანუ არის რაღაც 30 მეტრი დაახლოებით ბალახი და მაგის მერე თავისუფლდება. ანუ ეგეთი რაღაცები უნდა ყოველთვის ნახოთ რა, ყოველთვის დააკვირდეთ ეგეთ რაღაცებს, ანუ სად ურტყავს თევზი მაგალითად რა, თუ ურტყავს თევზი და მერე იწყებს ბალახი იმის მერე არ გულს ამოახვიეთ. და შეიძლება იმ ბალახის იქეთ გადააგდოთ, მოკლედ ეგეთი რაღაცები ყოველთვის უნდა იპოვოთ. ეხლა ამ შემთხვევაში ეგრეა რა, ანუ გადავაცილ ბალახს, ჩავძირავ, აუცილებლად თუ გინდათ რომ შორს წავიდეს და ეგრევე იქ ჩავიდეს, მაგ შემთხვევაში გახსნით მაქოს, გახსნით, ჩავა ბოლომდე. და როგორ რაღაც შევამჩნია ხა იცი? რომ მომყავს, აი, დარტყმა. ეგრევე ბალახი. ბალახი და ბალახს ამოვაცავთ არა? მე ყველაფერი სწორდება. ისეთი ქორჭილა. შედარებით ნორმალური. ქაურობისთვის ამ სეზონისთვის ესეთი. კიდე რაც შევამჩნიეთ და როდესაც აი ესე კარგად იღებს ზედა ტუჩს, ეს არის სწორი, ესე ყველაფერს სწორად აკეთებთ, ანუ სატყუარა სწორად დგას, აი ეს ცხვირში რო ეტება ეგრეთ წოდებულ ნესტოებში. ესე იგი ყველაფერს სწორად აკეთებთ. ნუ აი ეს ნიშნავს, რომ ვიპოვეთ თევზი, ხო? ანუ რაღაცა ვიარეთ, იქეთ გადავაგდეთ. რა თქმა უნდა, ადგილზე რომ მოხვალთ, ერთ ადგილას გადააგდებთ და იქ არაფერი არ იქნება, ეგ არ ნიშნავს იმას, რომ თევზი უნდა იაროთ აუცილებლად და ამ ადგილას დგას. ეხლა შეიძლება რაღაცა ნახევარი რაღაცა 20 მეტრით იქეთ გადააგდოთ და არაფერი არ იყოს. ამიტომ თევზი უნდა იპოვოთ და მე შეეცადოთ, რომ ეგ ადგილი უკვე კარგად გამოიყენოთ. პატარა დარტყმა იყო. სწრაფად შევეცადოთ ამოვიყვანოთ, რომ ბალახებში არ მოედოს. აი მიკროჩიკზე ესეთი ზომების ჭერა საკმაოდ სასიამოვნოა. ტემპიანი ჭერა, ბევრ თევზს იჭერა. ორივე ასწორებს რა, როდესაც იჭერ ცოტას და დიდ თევზს და როდესაც იჭერ ბევრს და პატარა თევზს. ორივეს თავის მუღამი აქვს. თავრია შესაბამისი აღჭურვილობა გქონდეთ, ხო? ანუ ეხა 20 გრამიან ჯოხზე ამხელა თევზის ჭერა საერთოდ არ იქნება სასიამოვნო, მაგრამ 6 გრამამდე ჯოხზე ძალიან სასიამოვნო განსაკუთრებით ეს იაპონური ჯოხია და ძალიან გრძნობი არის და აი პატარა თევზის ჩარტყმას ძალიან კარგად იგრძნობა და ძალიან დიდ სიამოვნებას გადმოსცემს ხელში. ამიტომ პატარა თევზის ჭერაც ძალიან აზარტული და სასიამოვნოა. დამთავრდა ქორჭილა. აღარ იღებს. პატარა ისე. ბალახი გურსი აქვს. და ბანჯამ ბალახი. არ და პატარა. ისეთი კონხეგურა და ყლაპურა. პატარა, მაგრამ ხარბი. ეს ფერი ტანტაც კარგად მუშაობს. მიყვარს საერთოდ ესეთი
ფერები, როდესაც ორ სხვა ფერისგან შედგება სატყუა არა. ანუ რაღაცა თქვათ პასიური ფერი და შემდეგ აქტიური ფერი იწყება, ხო? ანუ ეს რაღაც სამიზნესავით გამოდის თევზისთვის და ჩემი გამოცდილებით კარგად მუშაობს. თუ რომელიმე სატყუა არა მოგეწონებათ ნებისმიერი მონტაჟი, ეს ყველაფერი შეგიძლიათ შეიძინოთ ონლაინ მაღაზიების უჯიზე. ტანტა გასაგებია და მინდა ცოტა შორს გასვლა, ცოტა დიდი ნემსკავიც დავაყენე და ეს სატყუა არა ძალიან მომწონს, ეს არის Crazy Fish-ის კრუელიჩი. ხშირ შემთხვევაში უფრო ღია ნემსკავზე ვიყენებ, მაგრამ აქ ძალიან ბევრი ბალახებია და ცოტა ოფსეტზე. და ცოტა შორს გავიდეთ. 6 გრამია ამ ჯოხის ზედა ტესტი და საკმაოდ შორს ისვრის 55-60 მეტრზე უნდა გავიდე წესით, 55-ზე, 50-ზე მაინც. კარგად წავიდა. პატარა დაჭდა. ძალიან შორს არ ადგას, როგორც მივხვდი რა. ესეთი ოუშენი ჯამა სილიკონი რა. არა კაკ. Crazy Fish-ის კრუელიჩი. აუ კიდე ძალიან პატარა დაჭდა. ეს რა არის? მე ესეთი ქორჭილა არ ვიცი რა, 6 გრამზე. ამხელა ოფსეტურ ნემსკავს და ამხელა სატყუაროზე რო ჯდებოდეს, არ ვიცი. ეხა მე რომ ეყენოს 1 გრამია, 9 გრამი მარმიშკა და მაგაზე მესმის, მაგრამ რამ გაამწარა. ნორიკი დაჭდა. შედორებით ბროზიანი. ლახებში არ შეიტანა, შეგაიწვერა. შეუტანია. მომყავს ჩაკაფული ქორჭილა. ხეს მრუნი ყველაზე ყოჩაღია. ესეთი პეტელა. გაჩერდა ბიჭო. ორას გორში აქ ბალახში გაიწვირა. ძალიან შეიტანა. გაუშვი ჩემს სატყუარას მაინც. მოვიდა. ხოდამ ბალახებმა ცოტა დამტანჯარა. ესეთი. ესეთი Crazy Fish-ის პოლარის უცადოთ. ესეთი მონტაჟი გამოვიდა. ისე ჩაკაფული ქორჭილა. ესეთი პირობები გვაქვს რა. ქორჭილა ნორმალური. მაგრამ ბალახში შეაქეგრევე. დაჭდა ახლოში.
მშვენიერი ზომა, გაფითრებული. ოდნავ ბალახი. ესეთი. მე მგონი აქ აი რაღაცა ეს ბიძაშვილები არიან ყველას ესე აქ რა, ესეთი. გასასიამოვნოა. მოეწონა ჩვენი პოლარესი. რამდენი კორჯილაა ბიჭო. Oh god, ბიჭო. ყველა ბალახში შემიტა იმე. აბა. ამოვახტუნე. ესეთი. რაც შეეხება თევზის ძებნას. ვიყენებ ეგრეთ წოდებულ მარაოს პრინციპს, რაც ნიშნავს რას, რომ იწყებთ დადგებით ადგილზე მაგალითად, აიღებთ რაღაცა თქვა 90 გრადუსიან კუთხეს, ხო, აი მაგალითად რაღაცა აქედან აქამდე, ხო? და იწყებთ გატარებას. ჩააგდეთ მაგალითად თქვენ ყველაზე მარცხენა მხარეს და 10 გრადუსით გადადიხართ მარჯვნივ, ხო? და მოგყავთ თავიდან ბოლომდე. იქ რას ნიშნავს, რომ ეს მთლიანი ადგილი გაქვს შესწავლილი. ან თევზი თუ სადმე აქეთ დგას, ესე იგი დაიჭერთ რა. აქ შედარებით ახლოში დგას. შეიძლება ხა პატარა გრამის დაყენება. აქ დგას. ეს რაღაცა ნორმალური დაჭდა. ჩაკაფული ნორმალური კორჯილა. ესეთი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის სპინინგში ფსკერის შესწავლა. რაში გვეხმარება ეგ, ხო, რომ სატყურს ჩავძირავთ, ყოველთვის დააკვირდით, სად გაქვთ კაკუნი, სად გაქვთ ჩავარდნა და გადმოვარდნა, ანუ როგორ რაღაცა შეიძლება იგრძნოთ ჩავარდნის დროს წნული ან წნული ეგრევე კი არ გაიშვებს, არამედ რაღაცა ორ ეტაპად, ესე იგი რაღაცა აგდია იქ. შეიძლება მორი იყოს. ეგეთ ადგილებში ეს არის ყოველთვის პერსპექტიული ადგილები, რომ ეგეთ ადგილებში ყოველთვის თევზი დგას. ნუ ყოველთვის არა, მაგრამ უფრო მეტად დგას. შესაბამისად, როდესაც ეგეთ კაკუნს იგრძნობთ ან რაღაც, ესე იგი ქვა არის. ქვასთან შეიძლება მეტად რაღაცა საკვები ბაზა იდგეს და შესაბამისად ქორჭილაც იდგეს მანდ. ვაფორსირებ თავიდანვე. ესეთი ზომა. ცოტა გაიზარდა ზომები. აი ესეთი ბრაზიანი. მოეწონა. ჩვენი აქტიური სატყუარა. მომეცი. აი ესეთი სატყუარა. ესეთი სატყუარა. ყველა ამ სატყუარის შეძენა შეგიძლიათ ონლაინ მაღაზია IBSUG-ზე. რამე სატყუარა თუ მოგეწონებათ, მოკლედ თევზაობაში ასატყუარებსაც გამოვიყენებ, რა მონტაჟებსაც გამოვიყენებ, ყველაფერს დავდებ აღწერაში და შეგიძლიათ შეხვიდეთ და ათვალიეროთ. არ დავაფორსირე და ეგრევე ბალახებში შეიტანა. მოდი ჩემთან. პატარა. Oh my. მოდიახ. ეს კრეატურა.
ცება მოიყვანა, რომ ბალახში არ შეიტანოს. ყოჩაღი. ახლა როგორ მოეწონა ეს ატყვა რა? ახლა ყოჩაღი. ქაურობისთვის მშვენიერი ზომა. დეტაჭდა. შედარებით პატარა. ბალახიანი ქორჭილა. საერთოდ დამსკერშოთ რომ გატარება თავიდან გამოიყენოთ ყველაზე მარტივი. მარტივი დაიწყოთ. მაგალითად 2 ამოხვევა პაუზა. არაფერი არც ჯოხის მოძრაობით არაფერი. დაელოდებით სანამ ჩაიძირება. 2 ამოხვევა პაუზა. როგორ ხვდებით რომ იძირება, ხო? 2 პრინციპი აქვს. ერთი პრინციპი არის რომ უყურებთ წნულს, წნული რო გაიკეთებს მუცელს. და ეშვება, იყო დარტყმა. არ მაცადა და პაუზაზე იღებს. ანუ შემდეგში გვეცოდება რომ ცოტა დიდი პაუზა გავუკეთოთ. პატარაა ძალიან ეს. ვეთ რას ვიძახდი რომ წნული რო წნული არის ყოველთვის დაჭიმული, ხო? როდესაც წული მოეშვება, მაგ შემთხვევაში იცით რომ სატყვა ძირს დავიდან და ქორჭილა უმეტესად 90% დგას ფსკერზე, ხო? და მაგიტო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ რომ სატყვა არის ფსკერზე. და მეორე ვარიანტია რომ უყუროთ წვერს. ფერი შემიჭამა და აი ესეთი crazy fish-ის ნიმბლია 1.6 ინჩი. კარგად იმუშავა და მინდა მწვანე აღარ მქონდა და დავაყენებ ესეთ იასამნის ფერს, ძალიან კარგი ფერია ესაც. აი ეს უკეთებთ ღია ნემსკავზე. ესეთი მონტაჟი გამოგვივიდა. ისე. ვაგზელოთ. სააშოს გადაგდება არ გვინდა, იმიტომ რომ რეალურად არ გამოვატარებ აქეთ ვრტყავს და როგორც გითხარით, გუნდური თევზია. და ერთს თუ დაიჭერს, ზუსტად იმ ადგილას უნდა შეეცადოთ, რომ ჩააგდოთ მეორეჯერ. დიდი შანსია, რომ კიდე დაიჭიროთ. მინდა ყოველთვის აირა კაი დარტყმა მქონდა ვარდენისას. კიდე მქონდა დარტყმა. პრიცენს თამაშება შეიძლება, მაგრამ აქ ესეთი ადგილია. აი ესეთი. ესეთი თევზი. ქორჭილა. έτσι გავუშვათ. კრები დაჭდა. გარიღია ნემსკავის მუღამი, რომ ვარდნაზე ეგრე ვერ აიღო სადღაც. ნორმალური და ეს ზომები ასწორებს. ესეთი პრაზიანი. ესეთი. აგრძელებთ ამ სატყუარაზე ჭერას.
ნახეთ ეს ნიმბლი ძალიან კარგად მუშაობს რა. ისეთი. ძალიან დაბალია. ძალიან დაბალია აქ. თანაბრად გამოვატარებ. მაინც შეახტა. თანაბარ გატარებაზე ნახე რა კარგი. ნუ კიდევ ცალოთ და პატარა. Oh shit, დამპალო შენა. ბალახიანი მომყავს. საიდან მომყავს ჩემი. ერთი რო დავსვა, ალბათ მოვალ. ვა. აიგენია მომაქმეს ქორჭილასთან. ეგარი. გაპასიურდნენ ნახე. მოკლედ დილით სადღაც 5-ზე ძალიან ისეთი ოპა. ძალიან გაპასიურდნენ, ვაფშე აღარ იბრძვიან. პატარა დაჭდა. პატარა დაჭდა. მეშინია მოყვანის, ისეთი პატარა. ანტირეკორდ. პატარა სადღვა რა უნდა და პატარა ეს. შუკა დაჭდა. კი ძალიან პატარა ტანტაზე. მოჭველი შუკა. სხვანაირი ბრძოლა აქ. ვა, რა
კაი სოჭკა გავაკეთა. ამხელა ვა, რა კაი რაღაც დაჭდა ბიჭო. გაიქცე რა. გაიქცე, არ გამიჭრა. რა კაი შუკა. არ ვიცი ძმა, მე ესეთი რამე ცხოვრებაში არ მომსვლია რა. ამას შეხედეთ რაზე დაჭდა. ახი როგორ აქ ამოდებული. ნახეთ, აი რაზე დაჭდა. აი ამაზე დაჭდა შუკა, აი. აი ესეთი. ძალიან გაასწორა პატარა ქორჭილები და ბოლოს ესეთი შუკა. წავიდა. მოკლედ დავასრულეთ თევზაობა. მშვენიერი თევზაობა გამოვიდა, დილიდან აქტიურობდა ქორჭილა, დაახლოებით 9:30-ზე მოვედი და მოვასწარით 63 თევზის დაჭერა. ძალიან კაი შედეგია მგონი. ძალიან პატარებიც იყო, მაგრამ ნორმალური ზომებით 15-20 სანტიმეტრი მაქსიმუმ რა. მაგაზე დიდი ვერ დავიჭირე. უფრო ვამუშავებდი 2,5-დან 6 გრამამდე ჩებურაშკას. ინჩნახევრიდან 2-ჩამდე სილიკონს. ძალიან მიყვარს მოკლედ ეს ადგილი. ულამაზესია, აი კადრებშიც ჩანს. რამოდენიმე კადრებს დავდებ კიდე და ვიდეოს განმავლობაში ნახოთ მოკლედ რომ კახეთი ძალიან მიყვარს და განსაკუთრებით ლაკბე ძალიან ლამაზი ადგილია. აბა ყველას მაგარ თევზაობას გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე.